მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, კვლავაც მიხარია თქვენთან მოსვლა. წინა ვიდეო რგოლში შევეხე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის შვილების აღზრდა. კომენტარებიდანაც გამოჩნდა თქვენი მოწერილი კომენტარებიდან, რომ ბევრი ხედავთ რამდენად სასარგებლო რჩევები იყო მოცემული, რომელიც შეიძლება პრაქტიკულად გამოვიყენოთ ჩვენ შვილებთან, როგორ მიუდგეთ, რომ სითბო და სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეგ თემა, როდესაც ჩავწერე, ეყრდნობოდა ერთ-ერთი ქალბატონის კომენტარს, ხო, მოზარდ შვილებს ეხებოდა. ამიტომ დღესაც მინდა კიდე გავაგრძელოთ ცოტა უფრო მრავალწახნაგოვანი ეს საკითხი და შევეხო კიდე რამოდენიმე დეტალს, რისი გაკეთება შეიძლება ჩვენი შვილების აღზრდის პერიოდში. დღეს უფრო შევეხები არა პატარა ბავშვებს, არამედ მოზარდებს. როგორც კომენტარში იყო აღნიშნული, მინდა რომ ეს ასაკობრივი ეს ასაკი, რასაც თინეიჯერებს უწოდებთ, მათ შესახებ ვისაუბროთ. ჩვენი შვილები, როდესაც უკვე გარდატეხის პერიოდში გადადიან, ანუ ბავშვობიდან ზრდასრულობისა ეს ზღვარი, სადაც გადის გარდატეხა, რა თქმა უნდა, თანდათან იცვლებიან. მათ მეტი გამოცდილება აქვთ დაგროვილი, ცხოვრებისეული, ეს ბავშვობის მდგომარეობიდან თანდათან გამოდიან, მეტად დამოუკიდებლები ხდებიან და ადრე თუ სიტყვაზე რაღაცა სამართალის შესახებ სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდათ, უკვე გარდატეხის პერიოდში უკვე სხვანაირად უყალიბდებათ სოფხედველობა, სხვანაირად ხედავენ სიტუაციას. ადრე თუ მაგალითად ერთი ვაშლი აგვიღო და გაგვეჭრა შუაზე და მიგვეცა ბავშვისთვის, მისთვის სამართალი იქნებოდა მათემატიკა უბრალოდ, ხო? ორი ნაჭერი იყო, ერთი მე, ერთი, ვთქვათ, მამიკომ შეჭამა და როგორ სამართლიანად გადაწყდა ეს საკითხი. მაგრამ მოზარდობის პერიოდში უკვე, თინეიჯერობის პერიოდში, უკვე ესეთი მარტივი აღარ არის, ხო? ისინი უფრო სხვანაირად ხედავენ სამართალს, შეიძლება პირადი შეხედულობა ჰქონდეთ სამართალზე, შეიძლება თვითონ სხვა ასოცირება ჰქონდეთ, სხვა აღქმა ჰქონდეთ, ასე რომ ჩვენ მშობლებმა უნდა გავითვალისწინოთ უკვე ეს მათი ზღვარი, რომ გამოდიან ბავშვობიდან და გადადიან უკვე თავისუფალ აზროვნებაზე და თავანთი პირად შეხედულებები უყალიბდებათ. ამ დროს ყველაზე ხშირად ხდება ოჯახში კამათი შვილებთან. რატომ ხდება შვილებთან ძირითადად კამათი? ზოგიერთი ბავშვი, მოზარდი, იმაზე მეტ თავისუფლებას ითხოვს, ვიდრე საჭიროა. ხო, აი როგორც უნდა, როგორც თავისი სურვილია, ასე უნდა გამოიყენოს თავისი თავისუფლება, სად წავა, რამდენი ხანი დარჩება, რომელ საათზე მოვა, ანუ იმ ზედმეტს ითხოვს. და თუ ეწინააღმდეგება მშობელი, უკვე თავისებური ეს პროტესტის და ბუნტის შეგრძნება აქვს, რომ რატო უშლიან. მაგრამ არსებობს კიდე ესეთი სიტუაცია, როცა ზედმეტად ზღუდავს მშობელი და საერთოდ გასაქანს აღარ აძლევს. ვფიქრობ, რომ არც ერთი სიტუაცია არ არის სასარგებლო არც შვილისთვის და არც მშობლისთვის. სულ კონტროლში თუ გვეყოლება შვილები და ყველაფერზე შეუზღუდავთ, რამდენ წუთში უნდა მოვიდნენ და ასე შემდეგ, ვის უნდა დაელაპარაკონ. ანუ არჩევანის უფლებას თუ არ დაუტოვებთ, რა თქმა უნდა, იქნება დიდი წინააღმდეგობა და დიდი ბევრი კამათი ოჯახში. როგორ უნდა მიუდგეთ ჩვენ შვილებს? ჩვენ უნდა რაც შეიძლება ამ ასაკის ბავშვებთან გქონდეს მეგობრული დამოკიდებულება. მეგობრული დამოკიდებულება რას ნიშნავს ოჯახში? რომ აღარ უყურებდეთ ძალიან ბავშვურად, კი ჩვენი შვილები არიან, მაგრამ ისინი აღარ არიან, ვთქვათ, 3-4 წლისები, რომ სულ ჩვენი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ სჭირდებათ უკვე გარკვეული თავისუფლება. დრო მოვიდა, როდესაც ადამიანი მაგასაკში, ჩვენი შვილები
იწყებენ თანდათან რაციონალურად აზროვნებას და გადაწყვეტილებების მიღებას. და შესაძლოა მათი გადაწყვეტილებები ჩვენ გადაწყვეტილებებთან არ იყოს სინქრონში და განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდეთ, რადგან ცალკე დამოუკიდებელი პიროვნებები იზრდებიან. ხო, ყველა ადამიანი არის ინდივიდი და როგორც წინა ვიდეო რგოლში ვთქვი, ყველას აქვს თავისი გემოვნება, თავისი შეხედულება და ასე შემდეგ. ჩვენ გვჭირდება მეგობრობა ძვირფასებო ჩვენ შვილებთან, იმიტომ რომ არ აქონდეს გაუცხოება. შეეძლოს გულსფრელი იყოს ჩვენთან, გვესაუბროს, თუ რაიმე პრობლემები აქვს გარეთ ან სკოლაში, ან სასწავლებელში, შეეძლოთ გულსფრელები იყვნენ ჩვენთან და გვითხრან. არ წავიდნენ, თქვათ, და მხოლოდ დაქალებთან არ ისაუბრონ თავად პრობლემებზე, არამედ გქონდეთ მოსასვლელი, რო იტყვიან, კარიბჭე ღია მშობელთან, რომ ჩვენთან გამოსვლას. თავისი წუხილი რომ დავეხმაროთ. როგორი უნდა იყოს ჩვენი საუბარი მაგალითად? არ იქნება კარგი თუ დავჯდებით ბავშვთან და 1 საათიანი საუბარი გვექნება, რითიც ძალიან დავამძიმებთ ჩვენ შვილებს. ყველა დეტალზე აუხსნათ, ესე არ უნდა გექნა, ესე უნდა გეთქვა და ასე შემდეგ. არა. მოусმინოთ ჩვენ შვილებს, რასაც გვეუბნებიან და რაც შეიძლება მოკლედ უთხრათ ჩვენი სათქმელი. და აუცილებელი არ არის ესე თვალებში უყუროთ. შეიძლება რაღაც საქმეს ვაკეთებდეთ მაგ დროს, როცა გველაპარაკება, ან ერთად თანამშრომლობდეთ, ან დედა და შვილი ვთქვათ, ან თავის ქალიშვილთან ერთად სახლს ალაგებს და მაგ პერიოდში უწევთ რაღაც საუბარი. აი ესეთი უშუალო ატმოსფერო როცა იქნება, უფრო მსუბუქი არის ურთიერთობა და საუბრები, ხო? და რაც შეიძლება მოკლე უნდა იყოს ჩვენი პასუხი. არ გვეგონოს, რომ თუ არ დაუღეჭავთ ყველაფერს აბსოლუტურად ვერ გაიგებს. არა. შეიძლება 1 ან 2 წინადადებით ჩვენი აზრი გამოვთქვათ მის პრობლემის შესახებ და გავიდეს რაღაც პატარა პერიოდი და მერე დაფიქრდეს ამაზე. შეიძლება მაშინვე არ გაითვალისწინოს, რა თქმა უნდა და ჩვენ შვილებს არ უნდა დავეტაკოთ, რომ ხო გითხარი და ასე შემდეგ დაიწყება ისევ კონფლიქტი და პროტესტი. ხანდახან შეიძლება მოგვიწიოს რაღაც სიტუაციას მოვერგოთ. აბსოლუტურად ისე არ წარიმართოს ჩვენი შვილის მოქმედება, როგორც ჩვენ უთხარით ან როგორც ჩვენ დავარიგით. რადგან როგორც წეღან ვთქვი, ამ დროს უკვე უყალიბდებათ თავანთი ინდივიდუალური პიროვნული თვისებები და მათ აქვთ უკვე შეგრძნება თავისუფლების და დამოუკიდებლობის, ანუ უფრო მეტად ითხოვენ ჩვენგან, რომ დამოუკიდებლები გახდნენ და რა თქმა უნდა ჩვენ ხელი არ უნდა შეუშალოთ. იმიტომ რომ მომავალში ცხოვრებაში ყველაფერს ჩვენ მათ მაგივრად ვერ გავაკეთებთ. მათ მაგივრად ვერ ვიტყვით, მათ მაგივრად ვერ წავალთ, ანუ თვითონ უნდა გააკეთონ, წამოიზრდებიან ყველაფერი დამოუკიდებლად. ამიტომ გარკვეულწილად უნდა მივცეთ საშუალება ჩვენ შვილებს, რომ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება გქონდეთ. თუ ხედავთ, რომ რაღაც კრიტიკული სიტუაცია, რა თქმა უნდა, გაფრთხილებაც საჭიროა, დაფიქრებაც საჭიროა და რაც თავარია, როცა არ გვეთანხმებიან და ვთქვათ მაინც აკეთებენ იმას, რაც ჩვენ არ მოგწონს, ან ხედავთ, რომ რაღაც კარგი შედეგი შეიძლება არ მოიტანოს, არაუშავს. თუ ძალიან რადიკალური და კატასტროფული სიტუაცია არ ხდება, შეიძლება ამ შეცდომებს თვითონ ისწავლონ საკუთარ გამოცდილებაზე, თუ რანაირი გადაწყვეტილება მიიღეს და რა შედეგი გამოიღო აი ამ თავად გადადგმულმა ნაბიჯებმა. ესეც საჭიროა. საკუთარ გამოცდილებაზე ისწავლო სიბრძნე, გამოიმუშაო. იმიტომ რომ ყველაფერს ჩვენ ვერ დაუღეჭავთ, ყველაფერს ვერ გაითვალისწინებენ და ამ დროს ცოტა ფაქიზი უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა, უნდა მივცეთ გარკვეული თავისუფლება, არ უნდა შევზღუდოთ ყველაფერში.
არის საკითხები, რომელშიც ვერ დავეთანხმებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შვილებს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ომისა და კონფლიქტის საფუძველი. ვფიქრობ, რომ თინეიჯერებთან ურთიერთობა გარკვეულწილად სასიამოვნოც არის, რადგან ვხედავთ იმ შედეგს, რაც ჩავდეთ მათში. მეტნაკლებად 70% მათი ბუნების, მათი აზროვნების, მათი მორალის მაინც არის ის გავლენა, რომელიც მშობლებმა ჩადეს აღზრდის პერიოდში. მაგრამ როდესაც მათ წინაშე იშლება უკვე და იხსნება ფართო კარი ზრდასრულობისკენ, რა თქმა უნდა, იმათ უკვე ახალი ემოციები აქვთ, ახალი აღქმა აქვთ სამყაროზე, ურთიერთობებზე, მიზნებზე, ასე რომ ჩვენ ყველაფერში ვერ შევეწინააღმდეგებთ. შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული იყოს მათი მოსაზრება. პირადად მე მყავს მაგასაკის შვილი, თქვენ იცით, 19 წელიწადში და როდესაც გვაქვს რაღაც საუბარი, რაიმე ესეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, ცოტა ხან არის ხოლმე ძალიან ესეთ რასაც დიდი გონიერება და სიბრძნე სჭირდება, ცოტა ესეთ მაღალ ფორმის საკითხებზე, როდესაც ვსაუბრობთ, მე ვხვდები ხოლმე ხანდახან წინააღმდეგობას, ანუ განსხვავებულ აზრს. და მე უშვებ ამ სიტუაციას, რომ ჩემ შვილს მაგალითად თუ აქვს ესეთი მოსაზრება, ის რაღაცას ეყრდნობა, რაღაც თავის გამოცდილებას, თავის ცოდნას და ვინ არის აქ მართალი და ვინ არის მტყუანი, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. თავარია მე ვხედავ, რომ ჩემი შვილი აზროვნებს. თავარი არის აზროვნების უნარი და თანდათან აზროვნება, რაც უფრო ვითარდება, თანდათან უფრო ყალიბდება სოფლმხედველობა და შეიძლება დრო მოვიდეს, რომ შევჯერდეთ ერთი შეხედულება გქონდეს რაღაც კონკრეტულ საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ ვართ ინდივიდები. ამას ვერ გავიქცევით. ძალიან ბევრი ოჯახებია, ხო, როდესაც განსხვავებული არის მშობლები და შვილი. ან პროფესია ერჩია სხვა, ზოგი არის, რომ მაგალითად მთელი ნაცაობა ექიმები არიან და შვილი ვთქვათ გახდა პოლიციელი, ან რაღაც მეცნიერი გახდა. ანუ განსხვავებული მიმართულებებით წავიდნენ. ამიტომაც არის ხო მრავალფეროვანი ჩვენი ირგვლივ საზოგადოება. მრავალფეროვანია პროფესიები, აზრი და კულტურა. ამიტომ ამ მრავალფეროვნებას ჩვენ ვერანაირად ვერ შევაჩერებთ. ეს ხდება აღზრდისა და განათლების და აზროვნების განვითარების ფონზე. ამიტომ ნუ შევეწინააღმდეგებით, ნუ დაუპირისპირდებით. მაგასაკში ძალიან ისეთი რადიკალური ნაბიჯებით შეიძლება არ გადადგან ჩვენ შვილებმა თუ მანამ გვაქვს რაღაც რესურსი ჩადებული მათ განათლებაში და აღზრდაში. თუ ძალიან მიშვებულია სიტუაცია, რა თქმა უნდა, უფრო რთულია სიტუაციის მართვა. მაგრამ არ არსებობს სიტუაცია, რომელიც არ შეიძლება რომ ნელ-ნელა მაინც გამოვასწოროთ, ხო? მაგალითად ისევ მაგალითში მცენარეა ავიღოთ, რომ წყალსარუსხაო მცენარეს ის ჭკნება და გვინახია, რომ უკვე კარგად საკმაოდ მომჭკნარი ყვავილი, რომელიც უკვე ხედავთ, რომ განწირულია, ყდომას იწყებს, რომ დაუსხეს, უკვე დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაუსხეს წყალი, ნელ-ნელა გამოცოცხლდა, ხო? ნელ-ნელა ისევ გაიშალა, ფოთლები უფრო ფერი მიეცა, ყვავილიც წამოდგა, ღეროც ფეხზე დადგა. ანუ დაგვიანებულ სიტუაციაშიც შესაძლებელია, თუ სუნთლად არ არის, რო იტყვიან, ბოლომდე მიშვებული. მინდა თეოლოგიიდან ასევე ვისარგებლო ერთი საინტერესო ციტატით, რომელიც არის წმინდა წერილებში ჩაწერილი. იქ ღმერთი მოხსენიებული არის როგორც დიდებული მეკოთნე. მეკოთნე რა გაგებით არის ღმერთი? ადამიანი შედარებულია, რომ თითქოს თიხისგან არის შექმნილი, ხო, მიწის მტვრისგან. და
როგორ გამოძერწა ხო ადამიანი ღმერთმა, აი ამ გაგებით ის არის მეკოთნე. თითქოს თიხისგან გვძერწავს და ისეთ ფორმას გვაძლევს, რომ საპატიო ჭურჭელი ჩამოყალიბდეს. ანუ არის საპატიო ჭურჭელი, წინა წერილებში წერია და არის არასაპატიო ჭურჭელი, რომელშიც უფრო დინძურ რაღაცა შეიძლება ან ნაგავით ჩაყარო და ასე შემდეგ და არის ძვირფასი რაღაც განსხვავებული ჭურჭელი. ღმერთი ზუსტად ასე ძერწავს ადამიანს, რომ იყოს საპატიო ძვირფასი ჭურჭელი. მაგრამ დაუკვირდეთ, ახლა რეალური მეკოთნე. ჩამოვიდეთ ზეციდან დედამიწაზე და წარმოვიდგინეთ თიხისგან როგორ კეთდება ნებისმიერი ჭურჭელი. იღებენ თიხას, ზდებენ ამ სპეციალურ მოწყობილობაზე, რომელიც ტრიალებს და იწყება გამოძერწვა. მაგრამ როგორ ფიქრობთ, მშრალი თიხით შეიძლება მუშაობა? უხეში, გამაგრებული თიხით რამეს გამოძერწავს მეკოთნე? ხო ვერ გამოძერწავს. საჭირო არა წყალი. წყალს როცა ამატებენ, თიხა თანდათან უფრო რბილდება. და აი ამ წყლის დამატებით და თან ფორმირებით, როცა ფორმას აძლევს მეკოთნე, უფრო და უფრო რბილი ხდება თიხა და უფრო ადვილია ნებისმიერი ფორმა მისცეს აი ამ ქოთანს თუ აი ამ ჭურჭელს. თუ ძალიან ბევრი წყალი იქნება, ეს თიხა ფაქტიურად ვეღარ დაიჭერს ხო ამ ფორმას. მაგრამ თუ წყალის ნაკლებობა ექნება, რა თქმა უნდა იქნება უხეში და ამ ტრიალში და აი ამ ხელის მეშვეობით ფორმირებაში შეიძლება გატყდეს ან დაიბრიწოს, რადგან უხეშია. აი ეს მაგალითი, რომ ღმერთი არის დიდებული მეკოთნე, ჩვენთვის არის ძალიან კარგი პრაქტიკული რჩევა, რომ ჩვენ როგორც მშობლები ვიყოთ კარგი მეკოთნეები, ანუ ჩვენი შვილების გამოძერწვაში მივიღოთ მონაწილეობა და ეს წყალი, რომელიც მათ სირბილეს მისცემს, ეს არის ცოდნა, ეს არის სიყვარული და სითბო და ისინი ხდებიან ჩვენ ხელში უფრო ელასტიურები და უფრო ადვილად მორჩილები, რომ ჩამოყალიბდეს საუკეთესო პიროვნება. ამიტომ არ მოვაკლოთ ჩვენ შვილებს სიბრძნე, პრაქტიკული ცოდნა. მხოლოდ განათლება, მხოლოდ სკოლა, მხოლოდ უმაღლესი იმათ ვერ ჩამოაყალიბებს საუკეთესო ადამიანებად და პიროვნებად. რადგან ცოდნა ერთია და სიბრძნე სულ სხვა რაღაცა არის. ცოდნა ეს არის ინფორმაცია. ძალიან ბევრი წიგნი შეიძლება ადამიანმა წაიკითხოს და ქონდეს ცოდნა, მაგრამ სიბრძნე არ აქვს. იცით რატო? სიბრძნე და ცოდნა იმით განსხვავდება, რომ სიბრძნე არის პრაქტიკული ცოდნა, ანუ ცოდნას რო პრაქტიკაში იყენებ. და მხოლოდ ინფორმაციის ქონა, რომლის გამოყენებაც არ იცი რეალურ ცხოვრებაში. ეს არის მხოლოდ ინფორმაცია. ამიტომ ჩვენ შვილებს მხოლოდ ინფორმაცია კი არ უნდა მივაწოდოთ და მხოლოდ სკოლითა და უმაღლესით კი არ უნდა შემოიფარგლოს მათი განვითარება. არამედ პრაქტიკული სიბრძნეც უნდა დავანახოთ ცხოვრებისეული, რა არის სწორი, რა არის კარგი, რა არის თქვათ მოსაწონი და ასე შემდეგ. რომ მათ თავიანთი ცოდნის მიხედვით რა ნაბიჯებსაც გადადგავენ, რომ მონაწილეობდეს პრაქტიკული ცოდნა, ანუ სიბრძნე. თუ მათ სიბრძნე არ ექნებათ, მხოლოდ ეს აბსტრაქტული ინფორმაცია მათ ცხოვრებაში წარმატებას ვერ მოუტანს. ასე რომ ძვირფასებო, მინდა მოგიწოდოთ, რომ ვიყვეთ მომთმენები, ვიყვეთ მეგობრულები თინეიჯერ ასაკის შვილებთან და მივცეთ ისეთი დონის თავისუფლება, რომ არც სუნთლად აბსოლუტურად თავისუფლები იყვნენ და არც ესეთი შეზღუდულები და მონწყურეულები და ჩაკეტილები, რადგან ძალიან ბევრი მე სახლსაც კი სტოვებს. და ეს ზედმეტი კრიტიკა, ზედმეტი დაძალება რაღაცა, რომ აი გინდა თუ არა ასე უნდა გააკეთონ, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორედ, რას მოიტანს იცით? ჩვენ გვერდზე გააკეთებენ ასე, მაგრამ როცა ჩვენ არ ვიქნებით იქ, საწინააღმდეგოდ მოიქცევიან, ანუ დაიწყებენ ორმაგი სტანდარტით ცხოვრებას. და ჩვენ რა თქმა უნდა არ გვინდა
ჩვენი შვილები აფერისტებად ჩამოვაყალიბოთ, რომ იქ სხვანაირად იქცეოდნენ, ჩვენთან სხვანაირად თამაშობდნენ ასეთ მორჩილი ბავშვის როლს. კიდევ ერთხელ შევაჯამოთ, საჭიროა კარგი კომუნიკაცია, საჭიროა ზომების ფარგლებში თავისუფლება, საჭიროა მოკლე საუბარი, არ უნდათ ძალიან დიდი ლექციები, იმიტომ რომ გადაღლით და გაღიზიანდებიან, რაც უფრო მოკლედ ეთქვით მნიშვნელოვანს. ასევე უნდა დაუშვათ, რომ ხანდახან შეიძლება თავანთი არასწორი გადადგმული ნაბიჯებით გარკვეული პრობლემები მოყვეს, მაგრამ თავანთი გამოცდილება იქნება საუკეთესო მასწავლებელი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, თუ საინტერესო იყო თქვენთვის ეს თემა და ეს საკითხები, მოხარული ვიქნები თუ კომენტარებში მომწერთ თქვენ აზრს. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, რათა მიიღოთ ახალი ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ვისაც რაიმე კონკრეტული პრობლემა გაქვთ, ოჯახი იქნება, შვილები იქნება თუ მსგავსი საკითხები, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, პირად შეტყობინება მომწეროთ Instagram-ის გვერდზე და გაგესაუბრებით უკვე პირადად. დროებით გემშვიდობებით, ნახვამდის.